ესპანეთის სამხრეთში ალმერიის პროვინციაში ძლიერი სიცხის ფონზე გაშენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ანდალუსიის რეგიონულმა ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 6-დან 12-მდე გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა და დაღუპულთა რიცხვად 11 დასახელდა. რეგიონული მთავრობის ინფორმაციით ალმერიის მუნიციპალიტეტ ბედარში რამდენიმე დაღუპული დამწვარ ავტომობილებში იპოვეს. ხელისუფლებას დაღუპულთა ვინაობა ჯერ ოფიციალურად არ დაუდგენია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათგან ბევრი უცხოელი ტურისტია და რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ანტონიო სანსის თქმით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულები უმეტესად ან სრულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მისი განცხადებით 4 ადამიანი მარჯვენა საჭიან ავტომობილში იპოვეს, რაც შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობაზე მიუთითებდეს, თუმცა მათი ვინაობის დაადგენის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. მინისტრის განმარტებით, სხვები სავარაუდოდ ცეცხლისგან გაქცევის მცდელობისას დაიღუპნენ. ხანძრის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმედ. ხელისუფლების ინფორმაციით 5 შაბათს შუადღეს ხანძრის დაწყებიდან 19 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ კი უკვე 3150 ჰექტარი გაანადგურა. მოწმეების თქმით, ხანძარი შესაძლოა ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, თუმცა რეალური მიზეზი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ბოლო წლებში ესპანეთში სითბური ტალღები სულ უფრო და უფრო ხშირი და ხანგრძლივია. ტემპერატურა ხშირად 40 გრადუს ცელსიუსს დაჭარბებს, რაც ტყის ძლიერი ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს. ხანძრის ჩასაქრობად ესპანეთის სამხედრო საგანგებო დანაყოფმა ადგილზე 150 სამხედრო გაგზავნა. ისინი მეხანძრეებთან და სხვა საგანგებო სამსახურებთან ერთად მუშაობენ. სამაშველო ოპერაციაში ადგილზე დაახლოებით 400 სპეციალისტია ჩართული.